გამარჯობა. სასულიერო სემინარიის კურსს დამთავრებული ვიღაცა ბედოვლატი ბექა ერიაშვილი, რომლის თქმითაც საქართველოს მოსახლეობის 90% არის დებილი, ყლე და იმსახურებს პერმანენტულ დედის ტყნასა და ჭაობში შიმშილსა და ცხოვრებას. და მთელი ერის ყოველ შემთხვევაში 90%-ის როგორც თვითონ ამბობს დედის ტრაგის მაგინებელი საკუთარ Facebook გვერდზე რაღაცა პოსტს აქვეყნებს, სადაც მთელი ერის მაგინებელად და მლანძღველად მნათლავს მე. აი ახლა რას წერს? ვციტირებ ამას. კაროჩე TikTok-ზე არის ერთი ტიპი, რომელიც აბსოლუტურად ყველას აჯვამს. ოცნებას, ოპოზიციას, ლიბერალებს, კონსერვატორებს, საპატრიარქოს, ალტინფოს, სპორტსმენებს, LGBT-ებს, ბიზნესმენებს, უმუშევრებს. ყველას უკლებლივ. თან სტაბილურად ყოველდღე და მე ეს ძალიან მომწონს. მაგრამ ახლა წავედით. სანამ თავარ სათქმელზე გადავიდოდე, ძალიან მინდა დაგანახოთ ამ ჰიბრიდული მარაზმის თავარი შემადგენლობა. თუ რას ემსახურება აი ეს. აი შეგნებულად ხას არ უსვა მის სასულიერო ღვთისმეტყველებაში განსწავლულ ლოგიკას, სადაც ამ ირონიული ტექსტის დასაწყისში სიტყვა რუსული სლავარიდან მოთხრეული კაროჩეთი იწყება და აჯვამს მე ესე მთავრდება ბოლოში. ამ ეგრეთ წოდებული მისი შემოქმედების პოსტის კომენტარებში ჩემ სურათს დებს და იწყება ეგ ჩემი გაშარჟება და ახლა პროფესიონალთა ენაზე ამ ყველაფერს უძახით კომპილაციის ჯგუფს, სადაც მიზანმიმართულად შერჩეული ობიექტის წინააღმდეგ იეგმება ესეთი ნიჰილისტური რაღაცა მისი საქმიანობის, მისი ქმედებების ნიველირება, გასართობ დონეზე დაყვანა და გამასხარავება. ახლა ვინ შეადგენს დანარჩენი აი ამ ჯგუფის ეგრეთ წოდებულ აუდიტორიას, აი მთავარი აუდიტორია ვინც არის რა, ვინც მიზანმიმართულად წინასწარ ელოდება ამ მოწოდებული ეგრეთ წოდებული პადაჩის რა, მის ენაზე ვიტყვი, აკენწვლას. ვიღაცა ნათია ქოლოსი თუ ფოლოსი. ფალოსი, ნათია ფალოსი. ახლა ვინ არის ეს ნათია ფალოსი? აი ეს ყლექალა, რომელიც აი მინედზე, ორალურ სექსზე არატრადიციული ტიპების უფლება დამცველობიდან მე უცებ წარე კონსერვატორი გახდა და მეფე თარხანას და წმინდა ირმას არხზეც მიიღო საეთერო დრო და იქიდან იმოძღვრებოდა. ახლა რას წერს? აი ნახეთ, ჩემი ხმა დავით ნემსაძეს მოდით მოვიყვანოთ მთავრობაში და იცინის. ჩემთვის ჯერ არ უგინებია და ძალიან მინდა გადაურჩე მის სიას. არასოდეს არსად არ მიდგომს, რომ მთავრობაში მინდა მოსვლა, რომ ხელისუფლების წევრი მინდა გავხდე, რომ პარლამენტის წევრი მინდა ვიყო, ეს მე არასოდეს არ მიდგომს, არც გამომიხატია მაგის სურვილი. ერთადერთი სურვილი მქონდა ის, რომ შემექმნა ძლიერი სამოქალაქო საზოგადოება, რომელიც თავის ინტერესებს დაიცავდა. ასე რომ ნათია ფალოსად ფსევდონიმირებულო ანდრია ჯაღმაიძის ტელეწამყვანო ტრაკში გაირჭვე ის ხმა, რომელსაც თურმე მე მიპირებ, რომ მომცე წადი და ეგერ ანაფორაში გადაცმულ ატეხილ ნაბიჯვრებს მიეცი, რასაც აძლევ იმას რა. ხო, იმ ანდრია ჯაღმაიძის, რომელსაც საპატრიარქოს ქონება მისი შვილის კონსორციუმ ბუნაგზი აქვს. ასე საოცარი სახელია ბუნაგი, გადაფორმებული და რომელი ანდრია ჯაღმაიძის ხელდასმული ზვიადა ტომარაძეც შენი გადაცემების სტუმარი იყო და სუსის ეგრეთ წოდებული გამჟღავნებული ფაილების მიხედვით, ვინც დაძრუებოდა საპატრიარქოში ანდრია ჯაღმაიძესთან ფარულ შეხვედრებზე და ესე წერია იმ სუსის ფაილებში, თუ როგორ უნდა გაეჩუმებიათ დავით ნემსაძე. შემდეგ კომენტარს ვიღაცა მარიამ შეყრილაძე აკეთებს, რომ მხოლოდ მე დამაფოლოვებს. მართლა რაღაცის თქმა მინდოდა, მაგრამ ეს ის შემთხვევაა, როდესაც სიტყვების ზედმეტია, ამიტომ აჯობებს, რომ ეს იმპოზეში დავტოვო, როგორც არის. გულახდილად გითხრათ, არ ამგონია ამან ჩემი გვერდის გამოწერისგან რაიმე სარგებელი ნახოს, ამიტომ ჯობია, რომ მის კურატორებს სუში პორნოსტუდია ბრაზერსის კურსების გავლა მოსთხოვს კვალიფიკაციას აიმაღლებს. ჭირდებათ დღეს საქართველოს უშიშროების სამსახურში აი ესეთი კანდიდატები. ნიჭი უდაოდ აქვს ამ მიმართულებით, როგორც ჩანს. შესამჩნევის მეტი რა არის, მაგრამ ახლა ამ თემასაც ვერ გავატარებდი, ვიღაცა
თავს რო პოეტად გვტენის ლაშა მარგიანი, აი ესე წერს, რომ ესაო ეთყობაო პოეტებიო რაღაცასო არასწორად ვაკეთებთ, რომ მისიაშიო ვერ მოხვდითო ბიჭო. გალაქტიონის, ტერენტის, ვაჟას და აკაკის ქვეყანაში რამხელა პრეტენზიაა ჯერ რომ თავს პოეტად ასაღებ რა. ბევრი ვეძებ ეს კაცი პოეტი ქართული პოეზიის ანთოლოგიაში, მაგრამ ეთყობა მისი პოეზია ტუალეტის ქაღალდად ამოხიეს და იქ აღარ დამხვდა. რას იზამს, მტრები ყავს ხელოვნებას, ებრძვიან. 23 დეკემბერია და თითქმის მთელი ტირაჟი გაყიდულია. ბოლოს როგორც იქნა ამ პოეტის, გენიალური პოეტის, ვიღაც მარგიანის Facebook არხმა მომცნო, რომ წიგნის ყველა ტირაჟი გაყიდულია და შემრცხვა, იცით? რომ ამ ბუმბერაზი პოეტის წიგნის ყიდვა ვერ მოვასწები, იქნებ ვინმე მირჩიოდ, სად ვიყიდო, სად ვნახო, სად შევიძინო. ამან ედგარ პო, მოპასანი და ბალზაკი 500 მეტრიან დისტანციაზე ჩამოიტოვა უკვე. მაგერის წიგნები ყველგან ყრია და ამის წიგნი თურმე არ იშოვება. აზე ხარ? იცი რას გეტყვით ვიძია სერიოზულად, შევეცი თქვენ მწერალთა კავშირს, სადაც გიორგი მასხულია მწერალია. რას ნიშნავს რომ გიორგი მასხულია არის მწერალთა კავშირის წევრი? იმას რომ ვარ. უნდა შეეგუოს ფაქტის სახეზე. საქართველოს მწერალთა შემოქმედებითი კავშირი, ესე ქვია. შეგიძლიათ ნახოთ. საქართველოს მწერალთა შემოქმედებითი კავშირი. მასხულია გიორგი. 2017 წლის 26 ივნისიდან ის გახლავთ და თავმჯდომარის ხელმოწერაც რა თქმა უნდა ბაღათერ არაბული. ვიღაცა ერეკლე დეისაძე მწერალი. ახალგაზრდა მასიური გარეგნობის კორექტორი ქალები მონდომებით ლოკავენ ჩემს ყრივ გაპარსულ ხვერებს, ახალგაზრდა მომხიბლავი გარეგნობის უმცროსი რედაქტორი ქალები 4-ნი, 5-ნი ან 6-ნი ერთად ვნებიავენ და ყლაპავენ ჩემს გაფრიქინებულ ჟოლოს ფერყლეს, ახალგაზრდა გამომაყოლებელი გარეგნობის დამკაბადონებელი ქალები ნაზად უსმენ ბას ვარდის ფერენებს ჩემს გიგანტურ მეწამულ ყლის თავს, ახალგაზრდა მგზნებარე დიზაინერი ქალები კი თავაზიანად მიშლიან თავიანთ ქორთა არომატულ დუნდულებს და მე ვუდებ თითოეულს მუდელში და ტრაქში და გძელია. ეს ვითომ მარგიანი მწერალია, სადაც თქვენი წიგნები თურმე რო შეხედავთ აროზე და გვერდზე გაიხედავ და უცებ გაყიდულია და ამ დროს მსოფლიო კლასიკას ნაგავში ყრიან რა. სამაუების ბაზარია ბატონებო, თქვენ შეგიძლიათ შეიძინოთ შოლოხოვი, კალევალა, ილია ჭავჭავაძე. ეთყობა მათ სათანადო ჰონორარს ვერ უხდიდნენ ხაზარაძისნაირი ბანკირები და რა თქმა უნდა დაუბრუნდები ბერტოლდ ბრეხტის გამოთქმას ვერ გამიგია ჯერ კიდევ რომელი უფრო დიდი დანაშაულია დაარსო ბანკი თუ გაძარცვა იგი ზუსტად ისეთ ჰონორალის გამცემებზეა ნათქვამი როგორც არის ბატონი ხაზარაძე, რომელიც ზუსტად ისეთ ჰიბრიდებს აფინანსებს, რომლის პოეზიაც თქვენ რამდენიმე წუთის წინ მოისმინეთ. აი ბოლოს ამ ბედოვლათის პოცს დაუბრუნდები ამ სასულიერო სემინარიის კურს დამთავრებულის ნააზრევს რა ირონიულს, რომელიც ჩემი ერის 90%-ს აგინებს და გავიაროთ ერთად შევხედოთ ერთი რაში მდებს ეს ბრალს. კოცებსო რატო აგინებსო? იმიტომ ვაგინებ, რომ მთელი ჩვენი ერი დაღუპეს და ოპოზიციასო რატო ვაგინებს, ანუ ნაცებს რატო ვაგინებ თურმე, ამაზე თურმე თავი მაქვს სამართლებელი, იმიტომ რომ კოცების თანამონაწილე კოლაბორაციონისტები არიან. ლიბერალებს რატო ვაგინებსო, კონსერვატორებს რატო ვაგინებსო? ერთი დამიდევით საქართველოში ვინ არის ლიბერალური იდეის ან კონსერვატიული იდეის მიმდევარი. თუ ვინმე არის რაღაცა იდეას ამოფარებული, გადაცმული ტიპი, მასხარა, რომელიც რაღაცა კლოუნადებს დგამს პირადი გამორჩენისთვისა. არ ამგონია მე სიყალბე საერთოდ რომელიმე იდეის საფუძველი იყოს. ეს არის ჩვეულებრივი დადგმული სცენები საქართველოში იდეის მსახურება, თუნდაც იმ მიუღებელი იდეის მსახურება ან მისაღები იდეის მსახურება არა. აქ არის ადამიანები, რომლებიც შეძურებიან რაღაცა შირმის ქვეშ და ცდილობენ როგორ გადაირჩინონ თავიანთ გაიტანონ ხვალინდელი დღე.
ზოგადად ეს ტიპი ვერ გარკვეულა იდეასა და მასკარად შორის რაც წყალგამყოფია და მე ახლა ვერ დავდგები და ამას საზოგადო პოლიტიკური აღზრდის ლექციებს ვერ ჩაუტარებ, ამის არც დრო მაქვს და არც სურვილი. საპატრიარქოსო რატო აგინებსო? როდესაკეთ გახდა ყანდურთა ლეკვო სიმართლის თქმა გინება. მოიცა რა უნდა მომწონებოდა საპატრიარქოში ქართველი ერის გენოციდის მომწყობ კიტოვანს და ქურდ ჯაბაიოსელიანს მწვანე რო აუნთეს ეროვნული ხელისუფლების დანგრევაში? შენ ეს მოგწონს? თუ ციანიდის კლანად რო გადაიქცა ეგრეთ წოდებული სასტავი იმ საპატრიარქოში ის მოგწონს. თუ ის მოგწონს მამა ბასილი რო ციხეში ჩააგდეს იმის გულისთვის რომ საკუთარი თანამდებობები ლამაზად და კარგად შეენახა და სახელმწიფო სუბსიდირება ბოლომდე მიეღოთ ამ დუმილის სანაცვლოდ, იქნება შენ ეს მოგწონს. თუ მთელი ქართველი ერის გამანადგურებელ სისხლის მსმელ ახალაიებს წმინდა გიორგის ორდენებს და ჯვრებს რო ურიგებდნენ, იქნება ის მოგწონს. ქარდავებსაც ურიგებდნენ სხვათა შორის ასეთ ორდენებს. თუ მირონით ვაჭრობა მოგწონს, მირონით ვაჭრობა, ეკლესიები რო ცეხებად გადააქციეს. ღმერთი რო შეურაცხყვეს თავად და სარწმუნოება ფულის საჭრელ აპარატად რო აქვთ მოწყობილი. აი ეს ყანდურების ლეკვი ესეთი ლოგიკით მე კი არა მრისხანებაში ჩავარდნილი ესო ქრისტესაც გააკრიტიკებდა სინაგოგიდან ვაჭრები რო გამოყარა მამა ჩემი სახლი სავაჭრო სახლად გადაგიქცევიათო სავაჭრო ცენტრად რო ქონდათ გახდილი ყველაფერი ამისთვის მნიშვნელობა არ აქვს ვინ ამბობს სიმართლეს ამისთვის მნიშვნელობა აქვს იმას ვის ემსახურება რა ალტინფოსო რატო აგინებსო ალტინფოსო და მეგონა ეს ქვეპუნქტი კონსერვატიულ იდეაში შედიოდა მაგრამ რადგან თვითონ გამოყო მათგან მე ძალიან მოკლედ უპასუხებ მე არ ვიცი ვინაა ალტინფო მაგრამ ძალიან კარგად ვიცი ვინაა მორგოშია პირადად ვიცნობ და მითო ერთლარად რო ხელისუფლებისგან მიწები ქონდა მცხეთაში ნაყიდი აი ეს მიწები რისი დაცვის გულისთვისაც ჩვენ ვიბრძოდით ცოცხლათა ბევრი ჩემი თანამებრძოლი მოკვდა ამან თურმე ერთლარად იყიდა მილიონებად ღირებული მიწები ერთი მიდი და იყიდა შემცხეთაში ერთლარად მიწები საკუთარი შვილის ნათლია რო გაძარცვა და ფული მოპარა აი ეს მორგოში ახლა რა ვიცი რა კომენტარი უნდა გავაკეთო ჩემთვის მიუღებელია ეს ქართულ ოცნების ერთი უშიშროების ქვედანაყოფის ქმნილება იყო რომლის მიზანიც იყო კონსერვატიული იდეის დასამარება და სადაც მიუწვდა ხელი დაასამარა კიდევაც. ხო, ერთდღიანი დისიდენტი რა, დილას რო დაიჭერდნენ და შუადღისას უკვე გამოშვებული რო ყავდა ქართულ ოცნებას. საგინებელი არა, უბრალოდ მიუღებელია ჩემთვის და ვისაც გინდათ კიდე ჩამოიკიდეთ კისერზე და ყავდეთ. სპორტსმენებსო, რატო აგინებსო სპორტსმენებს? გამახსენეთ ერთი ვის შევაგინე. ზოგადად, როდესაც ხალხის სიყვარულის მაგივრად პოლიტიკური პარტიის ერთგულებას ირჩევ და ხდები ამ პოლიტიკური პარტიის მონაწილე და გადმოჯდები იმ სასტავში, სადაც ერს ძარცვავენ საკოცნელ ლოყას, რომ საფურთხელად და სარწმუნად იღებ, მნიშვნელობა არ აქვს. მე შენ სოფლიო ჩემპიონი ხარ, ძლიერი შტანგისტი ხარ, იქ ძლიერი მოჭიდავე ხარ, არ მნიშვნელობა აქვს, რა გვარი ხარ შენ, გინდა ტალახაძე იყავი, გინდა დათუნაშვილი იყავი, გინდა პეტრიაშვილი იყავი, არსებითად არ აქვს მნიშვნელობა. ეს ცხოვრება არის გამოცდა, არის გვირაბის ბოლომდე გასვლა. და სულ თუ შენი ძალა, შენი პასუხისმგებლობის სატარებლად არ მიგაჩნია, ხო? მაშინ რა მნიშვნელობა აქვს რა? შენ ტიტულს და შენს სტატუსს გაყიდი თუ შენს ხეულს გაყიდი. არსებითად არანაირი მნიშვნელობა არ აქვს, მეძავი ხარ თუ შენს ხეულს ყიდი თუ მსოფლიო ჩემპიონი ხარ და შენ სტატუსს ყიდი. ყოველთვის აღმოჩნდება ისეთი კლიენტი, რომელიც გიყიდის. და იყიდეს კიდევაც ეს ადამიანები და ამას რო შეეხმიანები და ამაზე რო შენ პოზიციას დააფიქსირებ. თან იმ ქვეყანაში, სადაც 800 ბავშვი ბიჭო შიმშილით კვდება და ხელისუფლების პასუხისმგებლობაა ეს. და შენ უცებ აღმოჩნდები და ამ ხელისუფლების წევრი ხდები რა. მაშინ შენ ხალხთან საერთო არაფერი არ აქვს. ეს გინება რა, ეს სიმართლის თქმა. როდის მე გახდა სიმართლის თქმა გინება. ბიზნესმენებს აგინებსო, ბიზნესმენებს და ხაზარაძე, მევახშე, კგბ-ს
სტუდკავშირის პროექტი როდის გახდა ბიზნესმენი, ან 1+1 ჭყონია როდის მერე გახდა ბიზნესმენი და მისნაირები, ბიჭო, წადით და შეეტენეთ ტრაქში ხაზარაძის მიერ დაფინანსებულ ეგრეთ წოდებულ პოეტებს, თარჯიმნებს, ლიტერატორებს, ბერძენიშვილს რო აქებს და ხიდაშელს რო აქებს და თურმე აი ამად გარეშე არ ყოფილა უსუფაშვილს რო აქებს და უსუფაშვილი რო თავის შვილს სიყვარულს არ ასწავლის საკუთარი ერის სამშობლოს და ღირსების და ესეთ ქმნილებებს გაუწექით ბოლომდე ფეხებში და იმ ბერძენიშვილს რომელსაც ეს ყანდურების ლეკვი აქებს რომ თურმე ბერძნული ლიტერატურის ერთადერთი მთარგმნელია თურმე დავიღუპეთ მთელი ერი რომ ბერძენიშვილს არ ეთარგმნა ეს ბერძნული ლიტერატურა ამითი სნობურად რო ცდილობენ პრეზენტირებას ამ ცნობილი კგბ-ს ნაბოზურების რა სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით და კიდე რამდენი მახე გაქვთ ბიჭო დაგებული რომ ამ ინტელექტის შირმის ქვეშ ეს მოღალატეები კაცებად გაგვისაუბროთ გიცნობთ როცა ჩვენი მამები საქართველოს ერთიანობის გულისთვის ციხეებში ჯდებოდნენ და კგბ აპატიმრებდა ეროვნული ლიტერატურის გავრცელებისთვის აი თქვენი ნაბოზვარი მამები და თქვენი ნაბოზვარი სულიერი ლიდერები ხო ჩვენს ქვეყანას ფეხებში და ხელებში მარწუხებს უყრიდნენ ესაა სიმართლე LGBT თემს ებრძვისო და მე რუსებს ვებრძოდი 2008 წელში და მე სხვა ბრძოლაში მე არ ვყოფილი ვარ მამათმავლების პირადი ცხოვრება მე არ მაინტერესებს ასე უქნიათ სარი უთხრიათ ტრაქში ისე მართლა არ ვიცი რას ნიშნავს მამათმავლეთა ბრძოლა როგორ წარმოგიდგენიათ ეს ვიღაცას გაეკიდო და გინდა სექსუალური ცხოვრების გინდა სხვა ცხოვრების წესის შეცვლა აიძულო ამასთან დაკავშირებით შემიძლია თქვა რომ ნებისმიერი მკვლელობა ძალადობა ადამიანების შევიწროვება მისი ცხოვრების წესის მოტივით არის სისხლის სამართლის დანაშაული და გაწერილია ეს სისხლის სამართლის დებულებებში. ხო, ასევე დანაშაულია საკუთარი პირადი ცხოვრების საჯაროდ პრეზენტირება და პროპაგანდირება, გინდა ეს სწორი ჰეტეროსექსუალური ცხოვრება იქნება თუ გინდა მამათმავლური ცხოვრების სტილი. ამიტომ ესეც დანაშაულია, როდესაც ახალგაზრდა თაობას ყვნი შენი პროპაგანდისტული გამოვლენებით და შენ ლოგინს შენ პირად ცხოვრებაში არ ინახავ. ესაა ჩემი აზრი, ჩემოკარგებო და ეს არის სახელმწიფოებრივად სწორი პოზიცია ამასთან მიმართებაში, ამას ვლაპარაკობ მე ყოველთვის. ზოგადად ქართველები ძალიან ტოლერანტიერი ვართ. ჩვენ გვყავდა ცნობილი ბალერონი, ჭაბუკიანი, ყველა მიცის, რომ ეს ადამიანი იყო მამათმავალი, მაგრამ ეს ადამიანი ქართულ საზოგადოებას არ გაუცნია როგორც მამათმავალი. ის გავიცანით ჩვენ და დავაფასეთ როგორც ქართველი ბალერონი, მსოფლიო მასშტაბის ბალერონი და ამ კაცს თავისი პირადი ცხოვრება სცენაზე მაყურებლისთვის თავზე არ გადმოუხურებია. აი სწორედ შენაირი ტიპები უკეთებენ ასეთ საკითხებს პროვოცირებას და ვაჭრობენ ესეთი თემებით და ქვეყანაში სადაც როგორც თქვი 800 ბავშვი იღუპება შიმშილით წელიწადში, მერე უცებ ვიღაცა აღმოაჩენს, რომ ვიღაცის ტრაკია ამაზე მეტად მნიშვნელოვანი. ზოგადად თუ ვინმე შედარებას მთხოვს თქვენ შორის, გაცილებით კარგი წარმომადგენა მაქვს მამათმავლებზე, ვიდრე თქვენზე. რატო იცი? იმიტომ რომ ისინი ისეთები არიან, როგორიც არიან და თქვენ ვიღაცის დაკვეთით უკადრებელს კადრულობთ. და თუ იმათ LGBT-ს თემს უძახით, აი თქვენ ამდვილად თქვიათ მეტრაკეები რა. უმუშევრებს აგინებსო. აი ახლა აქ კიტყვი და ნახალკას მტენი და თუ ვინმეს აგინებს, ეს ახარ შენ მთელი ერის 90% რო აგინებ და ლანძღავ და ყლეს და სირს და 1000 საზიზღრობას ეძახი. მე ძალიან ბევრი თანამებრძოლი მყავს, რომელიც დაინვალიდებულა ქვეყნისთვის ომებში, ზოგს ხელი არ აქვს, ზოგს ფეხი არ აქვს, ზოგი ისე არის დაზიანებული საბრძოლო მოქმედებებში, რომ მისი ცხოვრება საერთოდ რამე ღირს თუ არა, არ ვიცი და სხვადასხვა მიტოვებული ხელისუფლები და მიგდებული, მაგრამ მე მათგან ქართველი ერის 90%-ის გინება არასოდეს არ მომისმენია. ეს როდის ხდება, იცი? როდესაც ადამიანს არ აქვს სული. აი შენაირი ტიპებისგან რა. ახლა რა გიყო? ძალიან გამოუვა მდგომარეობაში ხარ, იმიტომ რომ
ამპუტირებული სულის პროტეზირება არ შეიძლება. არა და სასულიერო სემინარიის კურსდამთავრებული კი ხარ. ხო, ახლა იმას ვერ დამაბრალებდნენ, რომ მილიონი მოვიპარე ჩემერში და ხალხი გავძარცვე და გავაუბედურე და რაღაცა როგორი ცუდი ვარ, იმიტომ რომ საზოგადო სიკეთე დავანგრიე და რაღაც ესეთ რაღაცას ხო ვერ იტყოდნენ რა. და ამიტომ თურმე ჩემი მინუსი ყოფილა და ჩემი შავი მხარე ის რომ სიმართლეს ვლაპარაკობ რა. ეს არის თურმე უბედურება. არავის არაფერს არ ვასწავლი, მაგრამ მონტესკიეს სიტყვებს მოიშველიებ. არაფერია იმაზე მეტი საწყენი, როდესაც ხედავ თუ როგორ კვდება სწორად ნათქვამი სიტყვა იდიოტის ყურში, როდესაც ის შენ მას უთხარი. მე ღრმადა ვარ დარწმუნებული, რომ ეს ადამიანები ამ ჩემი გამოსვლიდან არანაირ სასარგებლოს არ აიღებენ და არც ვაკეთებ მათთვის ამ ყველაფერს, უბრალოდ როდესაც ჭუჭყის მანქანა გაფურთხებს, ვალდებული ხარ, რომ ამაზე რეაქცია გქონდეს და ეხლა ყავს იქ კომპილაციურ ჯგუფში ვიღაცა ბაბუ აწვერა, რომელიც აი პირველად დემლილი რო გავხდი და წამოვედი საფრანგეთის რესპუბლიკაში, დეზინფორმაციას ავრცელებდა, თურმე პედოფილი ვიყავი და დაჭერილი ვიყავი პარიზში პედოფილიის გულისთვის რა. და ახლა დღეს ამისი უმთავრესი აზრის შემქმნელი არის მის ამ ჭუჭყი ამ პოსტზე. არ მიკვირს ესეთი ჯგუფი, კარგად გიცნობთ. თქვენ რო გონიათ მე მიცნობთ, მე თქვენ იმაზე კარგად გიცნობთ. საკუთარ თავზე მე საუბარს არ ვაპირებ, არც ჩემი ოჯახის წევრების შესახებ არ ვაპირებ საუბარს. მიმაჩნია რომ ეს არ არის კაცის საქმე. შენი საქმე ვილაპარაკობდეს შენს პიროვნებას, შენს ქმედებაზე. მე მარტო ერთ რაღაცას ვიტყვი, რომ სახელმწიფო სამსახურის ყველაზე რთული ფორმები გვაქვს მიღებული მე და ჩემი ოჯახის წევრებს. მათ შორის ქვეყნის გარეთ სამხედრო მისიებში ვეთანხმებოდით ამას თუ არ ვეთანხმებოდით, ჩვენ ვიყავით ყოველთვის ჩვენი ქვეყნის გვერდზე, მაშინ როდესაც თქვენ დედათქვენის უკანალში იმალებოდით. ამერიკის დროშა უდევს ქავერის ფოტოზე. შესაძლოა ვერც გავიგებდი მის ამ იდიოტურ პოსტს იმ ამერიკიდან რო არ დაერეკათ, რომ გამოყლებებულს რა უნდაო. ხო და ესეთი რაღაცა არის რა. ამათ დემოკრატია, თავისუფლება ის გონიათ, რაც გონიათ, მაგრამ ის არ არის, რაც ამათ გონიათ რა. 2019 წლიდან ვარ პოლიტიკური დევნილი, აღიარებული პოლიტიკური დევნილი საფრანგეთის რესპუბლიკის მიერ და ამის მოტივები რო არ ქონოდა ამხილა რესპუბლიკას, მე დღეს სხვა სტატუსი და სხვა განზომილების ცხოვრება მექნებოდა. მაგრამ მე ვერავის წინაშე თავს ვერ ვიმართლებ, რომ ამდენი ნაბოზვარს გადაურჩი და დღეს ცოცხალი ვარ. და მით უმეტეს ვერ ვიმართლებ თავს და არ ვიმართლებ და არ ვიკადრებ სიმართლის ლაპარაკის და მეწყვილების გულისთვის რა. ამიტომ ხა ვისაც ეს პრობლემას უქმნის, ეს მისი პრობლემაა და არა ჩემი. მე ღრმად მწამს, რომ ჩემი გამოსვლებით მე აუცილებლად მივაღწევ სამოქალაქო საზოგადოების გამოღვიძებას და საზოგადოების ცნობიერების გაღვივებას. და ამ ყველაფერს მიუძღვნი ჩემ თავისუფალ დროს და მე მივიჩნევ, რომ თანამედროვე დრო და თანამედროვე ეპოქა ეს არის ცნობიერების გამოწვევის და იდეოლოგიური ბრძოლის ეპოქა და მე ვფიქრობ ამ საბრძოლო ველზე მე უპირატესობა მაქვს. იმიტომ რომ სიმართლე გამაჩნია ამ გენიდან განსხვავებით. როგორც იტალიელები იტყვიან, finita la commedia. დღეისთვის დასრულებულია თქვენი შემკობა. პასუხის ღირსად არ გთვლით. იმათაც არ გთვლით, რომ დუელში გამოგიწვიოთ ზოგადად.